Father, და Ძისათა და Წმინდის სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთმა გაგლოცოთ, ღმერთმა გაგახავრდა ღვთისმკურთხევა, წყალობა, სიკეთე, მალე ღმერთმა არ მოგავთ. ყველას გილოცავ დღევანდელ დღეს, შეგეციო დღევანდელი დღის მალე, საოცარი დღეა დღეს. ჩვენ ეკლესიის ვიცით რომ 40 აღდგომიდან მე-50 დღეს არის სულიწმინდა, ანუ სამებობა არის დღევანდელ დღეს. დღეს სულიწმინდის მადლი მოეფინა მოციქულებს და დღევანდელ დღეს დაარსდა ჩვენი დედა ეკლესია, რომელშიც ჩვენ ყველანი ერთად მოღვაწეობდა, რომელიც ყველანაც შრომობთ. თუ არ ყოფილიყო დღევანდელი დღე ეკლესია არ იარსებდა, ანუ დღევანდელ დღეს დაარსდა ჩვენი დედა ეკლესია. და შემთხვევითი არ არის რომ ეს დღე დაემთხვა, როდესაც მოსეს ღმერთმა მიცა 10 მცნება, ანუ ძველი ათმის დროს, როცა 50 დღეს აღნიშნავდნენ ხოლმე ებრაელები, და სწორედ ამ დღეს დაემთხვა სულიწმინდის გარდამოსვლის დღე. რატო ეს მნიშვნელოვანი და რა არის დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანი? რომ ჩვენ თუ გავიაზრებთ იმას, რას ნიშნავს ეკლესიის წევრობა და ამ ეკლესიის შვილობა, მაშინ მიხვდებით იმას, რომ თუ რა მოხდა ჩვენ შედაგარისათვის და როგორი ბედნიერება ისო ჩვენ გვაქვს ეკლესია, რომ ჩვენ ამ ეკლესიაში ვართ და ამ ეკლესიაში მსახურება შეგვიძლია. როგორ შეუძლია ადამიანს მოიპოვოს ნიჭების სულისაწმინდისა? როგორ შეიძლება ადამიანს სულიწმინდა მოვიდეს, როგორ შეიძლება დამკვიდროს ადამიანს სულიწმინდა? ერთადერთი რამე, რაც განაპირობებს ადამიანში სულიწმინდის მკვიდრობას, ეს არის წმინდა და სუფთა ცხოვრება. ცოდვისგან გავრიდება, ცოდვაზე უარის ხმა და სულის განწმენდა. ანუ ღმერთასოდეს სული ადამიანში სულიწმინდა ვერ დამკვიდრდება ბინძურ სხეულში, შეგრძულ სხეულში. ესე სხეულში სულიწმინდა ვერ დამკვიდრდება. ვერ დამკვიდრდება სულიწმინდა იგი ბაგეზე, რომელი ბაგეც გულსიტყვაობს და იგინება და იწევლება, რომელიც განეკითხავს, ადამიანებს ლანძღავს, თათხავს, გული რომელიც შურითაა სავსე, ბოღმითაა სავსე, ადამიანების შურს, ვიღაცას რაღაცას გაუკეთებენ, მე რატო არ რომელიც ესეთ ადგილზე სულიწმინდის მადლი ვერ დამკვიდრდება. მაცხოვარი ეუბნება ეს, მე ვარ ნათელი სოფლისა, ვინ შემთან იქნება ის ამ ნათელს იხილავს, ანუ ვისაც შემთან ყოფნა გინდათ, ის ადამიანები ამ ნათელს, ანუ სოფლის ნათელს ადამიანები იხილავენ. ყველა ამ სოფლის ნათელს შეხვდება. დღევანდელ დღეს უდა მოციქულები შეკრებილები იყვნენ ამაღლების შემდეგ, მაცხოვარი მოთხარო თქვენ დარჩით სახლში და სანამ იყვნენ თელ არ გამიხავით სახლში და როცა სახლში იყვნენ და მთელი იერუსალიმის ეს მოსახლე ხალხები, აი ყველა სხვადასხვა კეთილიდან ჩამოსული ებრაელები იყვნენ შეკრებილი იერუსალიმში, ამ დღის აღსანიშნავად, 50 დღის აღსანიშნავად. მთელი ძლიერი ქარისხმა იყო და სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გადავიდა მოციქულებზე. ანუ ცეცხლის ენები დაადგა ყველა მოციქულს თავზე და ესეთი განმარტება აქვს საოცარი, მე ეფრემთან წავიკითხე ეს განმარტება, ის კადაგებს ვკითხავდი რომ აი როგორც სანთელი ხო სანთელზე ესე ცეცხლია დანთებული და მე ეს სანთელი ანათებს ყველაფერს, ათქოს ყველა შემწიწისო, ესე მოციქულებზე როგორც სანთლებზე დაადგა ცეცხლი. ესეც სინათლე წამოვიდა ყველა ადამიანსა და საოცარ ამას ამბობს მე ვფიქრები რომ ყველა ადამიანი არის სანთელი, ყველა ადამიანი სანთელი არის. უბრალოდ შეიძლება სანთელი იყოს დამთებული და შეიძლება სანთელი იყოს არ იყოს დამთებული. ანუ ადამიანმა უნდა განსაზღვროს შენ რომელი სანთელი გინდა იყო, რომელიც ყველას ათქობ, ყველას უნათებ, ყველასთვის იწვი, თუ სანთელი ხარ უბრალოდ ეს სანთელი ხარ და მორჩა. არ გინდა რომ ცეცხლი დაანთო, ცეცხლი დაანთო რა მოხდება? აუცილებლად დაიწვევ. აუცილებლად შენ უნდა დადრე, შენ უნდა რაც პატრიარქმა გააკეთა, ჩვენ პატრიარქმა. ის დაინთო ჩვენთვის ყველასთვის, ის აინთო ჩვენთვის და ის ყელაპტარები დადნა, როგორც ხორციელს სული, აი ბოლომდე დადნა ჩვენთვის, ბოლომდე მოგვემსახურა ჩვენ, იმიტომ რომ მას უნდა რომ ის მსახური ყოფილიყო ყველასი. ის მოემსახურა ყველას, ის ბოლომდე დაიხარჯა, აი ბოლო ამ მოსუნთქამდე ჩვენ რომ გვაკურთხებენ, გეუბნებია რომ როცა მაცხოვრის წმინდა ნაწილს ხელის გულზე გვიდევენ, გეუბნებიან ვიდრე უკანასკნელ აღმოუშვინამდე შენა. ანუ სანამ ბოლო ამოსუნთქვა არ ამოგივა პირიდანო, მანამდე ემსახური ამ დედა ეკლესიას და ამ ხალხსო. და პატრიარქმა ეს გააკეთა, პატრიარქმა ბოლო ამოსუნთქვამდე, მან ეს ბოლომდე გაიგო ჩვენთვის. ის სანთელივი დაენთო, გაანათა თელსეკვანაში, აი როგორც კი მოვიდა პატრიარქი, მან გაანათა ეს ქვეყანა, რა გაანათა. იყო დაბნელებული ესერი. დაბნელებული ჩამქრალიერი იყო რეგიონებსაც სინათლე საფრთხო სიტყვა არ ისმოდა. ჩამქრალი იყო ტაძრები დაკეტილი, დახურული, არცერთ ქრისტე არ ისმოდა. და მოვიდა პატრიარქი და ნენელა ამ ყველა თელი ქვეყნის განათებას იწყებს. იქეთ განაშენდა ტაძარი, ერთი გაუშვა მოძღვარი, მერე გაუშვა მოძღვარი, მერე იქ და ყველგან ეს საფრთხო მადლი და საფრთხო სანთელი დაეთო.
და თელ საქართველოში დღეს ეს სანთელი ანთებულია, ყველგან ანთებულია. თუ ჩვენ ეს მოძღვრება ეს ჩვენ თუ არ ჩავახვდეთ ეს ყველაფერი და ხალხმა ეს უკვე დაანთებული, ეს უკვე გაღვივებულია. გააღვივეს და კიდე უფრო მეტად უნდა გაღვივდეს ეს ყველაფერი. ხვალ ესევე არის 1700 წლის თავი დიდი რესტავრაცია ფოკიდან, ისე რომ ფოკა შემოვიდა წმინდა ნინო და ხვალ არ წმინდა ნინოობა დიდი რესტავრაცია, ნინოების რესტავრაცია თან და თან არის 1700 წლისი საქართველოს მოქცევისა. 1700 წელია ჩვენ ქრისტიანობა მართლმადიდებლობა მივიღეთ როგორც უკვე რელიგია, უკვე მეფე მოინათლა, დედოფალი მოინათლა, მისი მსახურება მთელი ერი მოინათლა მაშინ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე მთელი ჩვენ და ჩვენი ქვეყნის მთელი ჩვენი ერისთვის. და ჩვენ მაგათაც ხვალ ფოკაში წავიდეთ, აქაც ჩატარდება წირვა, დილის 9 საათზე ჩატარდება წირვა წმინდანობის დაკავშირებით, თან რაღაცა თან ბავშვთა დღე დაწესდა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ დღესაც ყველა უნდა ეზიაროს და ხვალაზე ყველა წირვა ტარდება, იმიტომ რომ ადამიანს წმინდა ზიარება უნდა მიიღოს და ყველა უნდა ვეზიარებოდეთ ამ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ეს სწორი დამოკიდებულება გამოუხატოთ ჩვენ ღმერთს ამ საოცარ დღეს, მინდა რომ ბედნიერები იყოთ, გახარებულები იყოთ, დალოცულები იყავით, ღვთის კურთხევა, წყალობა, სიკეთე მალდი ღმერთმა ალოგაგოთ, შეგეციოთ ყველას ღვთისმადი. მე მინდა ჩვენ მრევლს ამ კვირაში შევსრულდა 103 წელი. ქალ გურნარას მინდა რომ დაუძახო და ამოვიყვანო ამბიოზე, ქალი ჩამ მინდა რომ ამბიოზე ეკუთვნის მას ეს ყველაფერი რომ 103 წლისა და მას არასოდეს არც ერთი წირვალოცვა არ გაუსწენია. ისეთი რამე არ ხდება მის ცხოვრებაში გამოდით 103 წლისა და არ ეთქობა რომ 103 წლისგან 3 წელს არ ეთქობა 103 წლის გახდა წარმოგქავდა აი რამდენად მნიშვნელოვანია ხშირად ვეუბნები ხოლმე რომ შენ ყველაზე პატარა წევრი ხარ ჩვენი მრევლის მეტ იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა მაგალითია იმიტომ რომ ის არასოდეს წირვას არ აცეს წვიმა, თოვლია, ყინვა, არ აქვს მნიშვნელობა როგორი ამინდია, ის ყოველთვის წირვაზე დგას და ის ამ მსახურებას ესწრება. მისი დიდი ბაბუა იყო წმინდა ილია, მისი ბაბუა იყო წმინდა ილია ჭავჭავაძე, წმინდა ილია მართლის მეგობარი. სიონში მსახურობდა. სიონის ეკლესიის ტაძარში მსახურობდა. იქ მეგობრობდა. ძალიან დიდი ბედნიერებაა დღეს აი ჩვენი ეკლესიისთვის, რომ ესეთი საოცარი ადამიანი ყავს მრევლში. 103 წლის ალბათონი და მინდა მას თქვენი სახელით გადავცეს ლამაზი თაიკული და თვითონაც ესეთივე ლამაზია და უფრო ლამაზია ვიდრე ეს თაიკული და მინდა რომ დედაღვთისმშობელი შეეწიოს მას დედაღვთისმშობელმა დაიწყოს და სიკეთე არ მოგოს ეკლესიის დაბადების დღე და ულოცავ მას ისევე ჩვენს ბიძინას აქვს დაბადების და მიშვილებს აქვს ჩვენს ნიკაროსის დაბადების დღეს და ყველა ვისკი დღეს ფიზიკურადაც დაიბადა სულიერად ყველამ მრავალს დაგახო გაგახარო და ღვთის კურთხევა წყალობა და სიკეთე მადლი ღმერთმა არ მოგაგოთ ამინ სიკეთეს დაგიფაროს და დაგიშოს და გაგახაროს არგენტინავის ქვეყანა ჯანმრთელად ბედნიერი გახარებულები ყველა და იხაროდა სიცოცხლე და კარგად ყოფილა ჯანმრთელო. აი 100 წლამდე ესე უნდა იყოთ ყველა. ეს ასწრო გახდა დაბადების დღე გადავიხადეთ დაბადების დღე და მისი დაქალები მოვიდნენ მე. ეს პიანოზე უკრავდნენ ისი დაქალები. ყველა პატარები იყვნენ ერთი 5 წელი და 10 წელი არის. თბილისი საპატიო მოქალაქეა.